დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრამდე რამდენიმე საათი რჩება. უკრაინის პრეზიდენტი უკვე ამერიკაშია და მსოფლიო ყურადღება ახლა ვაშინგტონისკენ არის მიმართული. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში ომის შეჩერებაა. ეს არის პირველი შეხვედრა, რომელიც ტრამპისა და პუტინის ალასკაში გამართული დიალოგის შემდეგ იმართება. ზელენსკისა და ტრამპის პირისპირ საუბრის შემდეგ დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან ერთად. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია რუსეთთან ომი თითქმის დაუყოვნებლივ დაასრულოს, თუ ამის სურვილი ექნება. ან შეუძლია გააგრძელოს ბრძოლა. გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ობამას მიცემული 12 წლის წინ ერთი გასროლის გარეშე ყირიმი ვერ დაბრუნდება და უკრაინა ნატოში ვერ შევა. ზოგი რამ არასდროს იცვლება. პუტინმა 2 წლინახევრის განმავლობაში არაერთხელ ისაუბრა. არის ერთი რამ, რომელსაც ყოველთვის უსვამენ ხაზს, როცა საუბრობს უკრაინის უმეტესი ნაწილის აღებაზე და ისტორიის მისეულ ხედვაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ ვიცით, რა სიტყავს მათი მხარე და ცხადია ვიცით, რომ უკრაინელები ამ ყველაფერს არ ეთანხმებიან. მეორე პუნქტი, რომელზეც გავაკეთებ აქცენტს, არის ის, რომ უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რაც შეეხება ტერიტორიებს და ტერიტორიულ მოთხოვნებს, ეს საბოლოოდ არის რაღაც, რაც უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს. ეს მათი ტერიტორია, ეს მათი ქვეყანაა. საბოლოოდ რასთან ცხოვრებაც შეუძლიათ, ეს არის, რაზეც მათ უნდა გადაწყვიტონ. შესაძლოა პასუხი არის ისეთი, რომ მათ ამ ყველაფერთან ცხოვრება არ შეუძლიათ. ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ეს არის ის, რაც უნდა გამოვიკვლიოთ. ამასობაში ერთი რამ, რაც ვიცით, რომ უკრაინამ განმეორებით თქვა და საჯაროდ ისაუბრა, არის უსაფრთხოების გარანტიები. მათ უნდა შეეძლოთ უსაფრთხოების გარანტიების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ეს აღარასოდეს მოხდება, რომ მათთან 2 წელიწადნახევარში ან 3 წელიწადში ან 4 წელიწადში ან როდესმე ხელახლა შემოიჭრებიან. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თავის მიზნად გადააქცია უკრაინაში სიკვდილის დასრულება. ალასკაში შეხვედრამ ნათელი გახადა, რომ მოსკოვმა საბოლოოდ უნდა იმოქმედოს სამართლიანი და მუდმივი მშვიდობის მისაღწევად. სანამ ეს არ მოხდება, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს. ქვეყანას აბსოლუტურად შეუძლია ზავის ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო ხელშეკრულების ჩარჩოებში აღიაროს დაკარგული ტერიტორიები. ტერიტორიები, რომლებიც გაყინულია. ის არ აღიარებს, რომ ისინი ჩვენი სუვერენიტეტის ქვეშ არიან, მაგრამ აღიარებს, რომ სამხედრო თვალსაზრისით დაკარგა. ეს არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დათმობაა და როგორც გითხარით, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. თუმცა, 3 წელიწადნახევრიანი ასეთი კონფლიქტის შემდეგ, ამდენი ადამიანური სიცოცხლის გაწირვით, არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ტერიტორიული დანაკარგების მიღება. თუნდაც de facto, თუ მას არ აქვს გარანტია, რომ დაცული იქნება დანარჩენ ტერიტორიაზე. თქვენ უნდა დაარწმუნოთ პუტინი, რომ თუ ეს ომი სამართლიანად და ღირსეულად არ დასრულდება, ჩვენ რუსეთის ეკონომიკას გავანადგურებთ. ასე მიმართა დონალდ ტრამპს ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა. მისი თქმით, უკრაინის მიერ გარკვეულ დათმობებზე წასვლაც აუცილებელია. გრემმა Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის ენერგო მატარებლის შემსყიდველ ქვეყნებზე ტარიფების დაწესება გადამწყვეტი იქნება ომის დასასრულებლად. თუ შემდეგ ეტაპზე გადავალთ და ჩინეთს ვეტყვით, რომ შემდეგი თქვენ ხართ, მაშინ ვფიქრობ, რომ ამ ომის დასრულებას შევძლებთ. პლანეტაზე მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ვისაც ამ ომის დასრულება შეუძლია, არის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. თუ ის პუტინთან მივა და ეტყვის, რომ ამ ომის დასრულების დროა მე აღარ შემიძლია დაგეხმაროთ, რადგან თქვენ ჩემს ქვეყანას საფრთხეში აყენებთ, ეს ომი დასრულდება. ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს ვეტყვი გააქტიურდით. შეწყვიტეთ იმაზე წუწუნი, რას არ ვაკეთებთ ჩვენ ამერიკაში და თავად გააკეთეთ მეტი. დაუწესეთ ტარიფები ყველა ქვეყანას, რომელიც იაფად ყიდულობს რუსულ ნავთობსა და გაზს პუტინის საომარი მანქანის მხარდასაჭერად. გააკეთეთ ის, რასაც ტრამპი აკეთებს. დღეს გიორგი ანწუხელიძეს 41 წელი შეუსრულდებოდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ეროვნული გმირის ხსოვნის პატივსაცემად მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში სამხედროები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თანასოფლელები შეიკრიბნენ. ეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო, ქვემო ალვანის თანასოფლელებთან ერთად კლასელები იმყოფებიან გიორგი ანწუხელიძის, ყვავილებით შევამკეთ მისი მემორიალი. და ასე აღვნიშნეთ დღევანდელი დღე, იმიტომ რომ გიორგი ანწუხელიძე არის ქართული სულის გაუტეხელობის ნიმუში, საქართველოს თავდაცუნარიანობის მაგალითი და იმ გმირობის, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ყოველთვის გვემახსოვრება ეს გიორგის თავგანწირვა. ეს არის გიორგის დაბადების დღე და ყოველწლიურად ვიკრიფებით ამ დღეს მეგობრები და კლასელები და არა მარტო მეგობრები და კლასელები, სოფლელები და ზოგადად თემის წარმომადგენლები. ყვავილებით შევამკობთ სანთელ-სვანთელ მემორიალთან. გიორგი მარტო ქვეყნის, მარტო სოფლის კი არა, ქვეყნის
გაუტეხილობის და გმირობის სიმბოლო არის. ფოთში მალთაყვის სანაპიროზე აფროსნობის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში თბილისის ფოთისა და ბათუმის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებულები დაჯილდოების ცერემონიაზე დაასახელეს, ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ფოთს იალქნოს სპორტში მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. აფროსნობა ფოთისთვის ტრადიციული სპორტის სახეობაა და ჩვენ ვიხარია, რომ წელს მალთაყვის უნიკალურმა სანაპირომ ამ სანახაობასაც უმასპინძლა, რაც ძალიან ლამაზი იყო, ძალიან მოუხდა ჩვენ სანაპიროს და მომავალში ჩვენ აუცილებლად ძალიან ბევრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სპორტის ეს სახეობა იქნას განვითარებული ჩვენ ქალაქში და ზოგადად ჩვენთვის წყლის სპორტის სახეობები ძალიან მნიშვნელოვანია და მათი განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქალაქის განვითარებასთან. ეს იყო ერთ-ერთი ძალიან კარგი შეჯიბრი, სადაც მონაწილეობა მიიღო 30-მდე ბავშვმა ოლიმპიური კლასით.